მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ განსხვავებას ტურბოსა და კომპრესორს შორის. როგორ მუშაობს ტურბო? ძირითადი მსგავსება ტურბოსა და კომპრესორს შორის არის ის, რომ ისინი ორივე აკუმშვებენ ჰაერს და აგზავნიან მას ძრავის შესანახში. შეკუმშული ჰაერი უფრო მკვრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მდიდარია ჟანგბადით და როდესაც შერეულია საწვავის სწორ რაოდენობასთან, ქმნის მეტ ენერგიას. ტურბოს მთავარი მახასიათებელია ის, რომ ის იყენებს გამონაბოლქვის წნევას სიმძლავრის შესაქმნელად. გამონაბოლქვი აირები ძრავიდან გამოსვლისას ისინი მოძრაობენ ტურბო დამტენის გავლით, ატრიალებენ მის ტურბინის ბორბალს. ეს არის ის, რასაც ცხელ მხარეს უწოდებენ. მეორე მხარეს არის ცივი მხარე, სადაც შემომავალი ჰაერი იკვებება. აქ ჰაერი შეკუმშულია კომპრესორის ბორბალით, რომელიც ტრიალებს ცხელი მხარის ტურბინის მიერ ლილვის მეშვეობით და იძულებით შედის წყალმიმღში. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა სიმძლავრის გაზრდისთვის, რადგან ძრავა იყენებს გამონაბოლქვის ენერგიას, რომელიც გამონაბოლქვის სისტემიდან გამოდიოდა, ამიტომ მწარმოებელმა განსაზღვრეს გზა, რომ ისარგებლონ ამით. კომპრესორი ქმნის შეკუმშულ ჰაერს უფრო მექანიკურად. კომპრესორის ერთეულის შიდა ნაწილები დაკავშირებულია ძრავის ამწე ლილვთან, ქამრის მეშვეობით. ამწე ლილვის ბრუნვისას ქამარი ტრიალებს მის მიმართ გარკვეული თანაფარდობით, რაც ქმნის მნიშვნელოვნად მაღალ ბრუნვას სრუტში. კომპრესორის შიგნით, რომელიც აკუმშავს შემომავალ ჰაერს და აიძულებს მას შეღწევაში, არსებობს სხვადასხვა ტიპის კომპრესორები, მაგრამ ისინი ყველა ტრიალებს ამწე ლილვის მეშვეობით. ეს არის მთავარი განსხვავება ტურბოსა და კომპრესორს შორის. ტურბოები ქმნიან გაძლიერებას გამონაბოლქვი აირებისგან, ხოლო კომპრესორები ქმნიან სტიმულს ამწე ლილვის ბრუნვის შედეგად. სულ ეს იყო, არ დაგავიწყეთ და ლაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ნახვამდის.